გამარჯობა ჩემო ძვირფასებო მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დღეს თქვენ კვლავ ჩემთან ერთად ხართ და როგორც სათაურიდან შეიტყვეთ, დღეს ვისაუბრებთ მზისგან დამცავი საცხების შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ მას ჩვენი კანისთვის, როგორ უნდა წავისვათ ის და საერთოდ საჭიროა თუ არა მთელი წლის განმავლობაში ამ საცხების ხმარება. მოკლედ, თუ გაინტერესებთ თქვენს ეს თემა, ისევე როგორც მე, დარჩით და გაგრძელეთ ყურება. პირველი შეკითხვა, რომელიც ალბათ ყველას გაინტერესებთ, საერთოდ საჭიროა თუ არა მზისგან დამცავი საცხის ხმარება და რა დატვირთვას ასრულებს ის. მე პირადად ადრე 30 წლამდე ამ საცხების შესახებ არაფერი არ ვიცოდი, არ მაინტერესებდა მზისგან დამცავი საცხები, რადგან გადართული ვიყავი სისტემატიურად კანის გარუჯვაზე. ეს იყო ჩემთვის პრიორიტეტი 1. როდესაც წავიდოდი ზღვაზე, მე თან არ მიმქონდა არანაირი დამცავი საშუალებები, პირიქით მიმქონდა ჯონსონის ზეთები და 1000-ნაირი სპრეები, რომ რაც შეიძლება უფრო მუქი შეფერილობა ქონოდა ჩემს კანს. ამიტომ ვიცავდი კი არა ჩემ კანს, პირიქით წვავდი და ვაუბედურებდი და დღეს მადლობა ღმერთს, რომ მე არც არანაირი კანის დაავადება და თუ კიბო არ გამოვიმუშავე ამ ჩემი დიდი უსაზღრო სიყვარული მზის სხივების მიმართ. შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ, რომ თუ ჩვენ ყოველ დღე მზისგან დამცავი საცხი წავისვათ, როგორ მიიღებს ორგანიზმი საჭირო დონის ვიტამინ D-ს. კი, გეთანხმებით, მეც გამჩენია ესეთი შეკითხვა, მაგრამ საჭირო რაოდენობით ვიტამინ D-ს ორგანიზმი მიიღებს 20 წუთის მანძილზე საკმარისია, ჩვენ თუ 12 საათამდე გავალთ მზის სხივებზე, გავისეირნებთ ან შევეფიცხებით მზეს 12 საათამდე 20-25 წუთის მანძილზე, რომ ჩვენ კანი არ დავწვათ, არ დავთუთქოთ და არ გამოვიწვიოთ დამწვრობა. მთელი დღის განმავლობაში მომარაგდება კანი ვიტამინ D საშუალებით და შემდეგ უკვე სახლიდან გასვლის წინ 9 საათით ადრე წავისვათ საცხი და როგორც ვეცოდინდება, რომ ჩვენს კანი დაცულია, უკვე შეგვიძლია შვიდად გავეშუროთ გარეთ და ვისეირნოთ რამდენიც ჩვენ გვინდა, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ზღვარი. დერმატოლოგები ამბობენ, რომ 2 საათის შემდეგ ნებისმიერი მზისგან დამცავი საცხს სჭირდება განახლება. არ აქვს მნიშვნელობა გისვია თქვენ 15-იანი, 30-იანი თუ 50-იანი. მიახლოებით ესნაირად გამოიანგარიშებენ აი ამ ფორმულას. ესე იგი, რატომ არის განსხვავება ციფრებს შორის 15, 30 და 50. 15-იანი მაგალითად ასე ამბობენ დერმატოლოგები, რომ 20 წუთის განმავლობაში კანი 20 წუთის მანძილზე კანი იწვება, 15 SPF-ს ამრავლებენ 20 წუთზე, არის 300 და 300 ყოფენ უკვე 60 წუთი, ანუ 1 საათზე. მიახლოებით 5 საათის განმავლობაში SPF 15 უნდა იცავდეს ჩვენს კანს ამ მავნე ულტრაისფერის სხივებისგან, მაგრამ არც ერთი დერმატოლოგი არ ეთანხმება ამას, რადგან 5 საათი არის ძალიან დიდი დრო და არც ერთი მზისგან დამცავი საცხი 5 საათის განმავლობაში თქვენ წველი მზისგან არ დაგიცავთ. თუ თქვენ სისტემატიურად გიწევთ გარეთ მოძრაობა ავტომობილით გადაადგილება, ყოველ 2 საათში უნდა განაახლოთ და წაისვათ ახალი ფენა მზისგან დამცავი საცხისა. მართალია თქვენ განახლება არ გჭირდებათ ყოველ 2 საათში SPF-ის საცხის, თუ თქვენ ოფისში ზიხართ და მუშაობთ მთელი დღის განმავლობაში დახურულ სივრცეში, მაგრამ გარეთ გასვლის წინ 9 საათით ადრე უნდა წაისვათ მზისგან დამცავი ფაქტორი. ანუ ყოველ 2 საათში განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულზე კანს სჭირდება მომარაგება, ანუ დაცვა. მე როგორც გითხარით, 30 წლამდე აბსოლუტურად არ ვიყენებდი არანაირ მზისგან დამცავ საცხს და შემდეგ უკვე დავინტერესდი, რადგან ვატყობდი, რომ ჩემ კანზე უკვე ჩნდებოდა მიმიკური ნაოჭები, მრავლდა ჭორფლი, აქ-აიქ უკვე პიგმენტურმა ლაქებმაც იჩინა თავი და მოვიპოვე ინფორმაცია და მივხვდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა მზისგან დამცავი საცხი ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი კანისთვის. აქ არაა საუბარი ნაადრევ დაბერებაზე და ნაოჭებზე. ეს გარდაუვალია ადრე თუ გვიან ჩვენ კრემით თუ კრემის გარეშე ჩვენ დაუბერდები და ნაოჭები გაგვიჩნდება. აქ გამახულებულია ყურადღება
კანის ჯანმრთელობაზე და ზოგადად კანის კიბოს აცილებაზე. მე უკვე ზამთარში თუ ზაფხულში, ზამთარში ვისმევ SPF 15 და გაზაფხულზე და ზაფხულში 30 და 50 უფრო ძლიერ ფაქტორებს, რადგან უფრო დიდი ხნის განმავლობაში და უფრო კარგად დავიცვა ультраიისფერი მავნე ультраიისფერი სხივებიდან ჩემი კანი. ესე იგი, როდესაც ყიდულობთ თქვენ მზისგან დამცავ საწყს, უნდა გაამახვილოთ აუცილებლად ყურადღება, შემადგენლობაში უნდა ეწეროს, რომ ის იცავს კანს UFA და UFB სხივებისგან, ультраიისფერი სხივებისგან. რა არის ახლა ეს B და A, UFB და UFBA. ადრე ამბობდნენ, რომ A სხივები არის სასარგებლო ორგანიზმისთვის და ეს B გამოსხივება არის ძალიან მავნე და აჩენს კანზე კიბოს. მაგრამ გამოკვლევებმა დააზუსტა, რომ UFA გამოსხივებაც ისეთივე მავნეა ორგანიზმისთვის, როგორც B სხივები. და ამიტომ, როდესაც თქვენ საწყს ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ. ეს ორივე ფაქტორი UFB და UFA უნდა ეწეროს, რომ იცავს თქვენ კანს ამ ორი მავნე სხივებისგან ეს საცხი. ესე იგი, რა არის ეს UFB და UFA, ესეთი განთქმული და საშიში ультраიისფერი სხივები. ესე იგი, UFB 20 წუთის მანძილზე, ანუ ძალიან მალე, წვავს კანს, იგრძნობა წვა და მის ნიადაგზე ავადმყოფდება კანი და შეიძლება გაჩნდეს კანის კიბო. კანის კიბო ადამიანს ღმერთმა დაგიფაროთ, უცებ არ ჩნდება, ამას აქვს ისეთი დამაგროვებელი ეფექტი, ანუ წლების განმავლობაში გროვდება ეს ყველაფერი 10-15 წლის განმავლობაში და შეიძლება აბსოლუტურად მოულოდნელად თქვენ 15 წლის შემდეგ ღმერთმა დაგიფაროთ, ეს დაავადება არ მოგაჩნდეთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ისმევთ მზისგან დამცავ საწყს და არ უფრთხილდებით ჯანმრთელობას. ამიტომ ყველას გაფრთხილებთ, რომ მით უმეტეს, როდესაც პლაჟზე მიდიხართ დასასვენებლად, მოიმარაგეთ როგორც სახის დამცავი, მზისგან დამცავი საცხები, აგრეთვე ტანისთვის დამცავი საცხები და პლაჟზე გასვლამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე წაისვით და დაინოტივეთ კანი და არა უკვე შემდეგ, როდესაც თქვენ უკვე პლაჟზე მოკალათდებით და ნახევარი საათის შემდეგ იწყებთ უკვე კანზე კრემის შეძილას. ეს არ შეიძლება, ეს არის დიდი შეცდომა, ყოველთვის სახლიდან გასვლამდე წაისვით კრემი და როგორც გითხარით, ხშირად მით უმეტეს პლაჟზე შეიძილეთ და დაიცავით თქვენი კანი. თუ არ გინდათ დაგეწვათ კანი, დააზიანოთ კანი და ღმერთმა დაგიფაროთ და მოიმუშაოთ ეს საშინელი დაავადება. მე პირადად გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც სისტემატიურად ზამთარ ზაფხულ, წვიმაში, ქარში, ავდარში, ნებისმიერ დროს ვისმევ დილით მზისგან დამცავ საწყს, ჩემი კანის სტრუქტურა ბევრად უკეთესი გახდა, გამოჯანმრთელდა, აღარ მაქვს ისეთი პიგმენტაცია, ჭორფლზეც აღარ მაქვს საუბარი, თუ არ ჩავთვლით გაზაფხულს მარტში, როდესაც ნორმაზე მეტი ჭორფლი გამოდის, მაგრამ მე მას უმკლავდები კარგი მზისგან დამცავი საცხებით და ყველას გირჩევდით, ვისაც მიდრეკილება გაქვთ პიგმენტაცია ჭორფლისკენ და ხართ მზის მიმართ ალერგიული, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება კარგ საცხებზე, შეიძინეთ თქვენი კანისთვის განკუთვნილი საცხი, ანუ ამ საცხების არჩევასაც აქვს მნიშვნელობა, არსებობს მშრალი კანისთვის, არის ასაკში შესული კანისთვის, ცხიმიანი კანისთვის, რომ თქვენ კანს მოუხდეს ეს საცხი და ცუდად არ დაგაჯდეთ მაკიაჟამდე თქვენ ეს მზისგან დამცავი საცხი. ამიტომ აუცილებლად შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი მზისგან დამცავი საცხი. მე ახლა გეტყვით იმ რამდენიმე ჩემი საყვარელი საცხის შესახებ, რომელსაც მე უკვე დიდი ხანია ვიყენებ, ანუ დამიმთავრდება ვუკვეთა, ვიყენებ და ასე შემდეგ. ეს არის რამდენიმე საცხი, ზოგადად ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი, არ შემიძლია არ აღვნიშნო ლანკასტელის მზისგან დამცავი საცხი, რომელსაც აქვს 30 SPF და არაჩვეულებრივად ჩდება კანზე. აქვს 30 SPF, იცავს კანს UFB და UFA ультраიისფერი სხივებისგან და როგორც გითხარით, არაჩვეულებრივად ისმევა სახის კანზე, არ ტოვებს
თეთრ კვალს და შემდეგ უკვე 10 წუთის შემდეგ ვისმევ მე BB კრემს ზაფხულში და თავისუფლად შემიძლია მე 2-3 საათის შემდეგ უკვე ხლა წასმულ BB კრემზე, შემდეგ უკვე ისევ ეს ლანკასტელის მზის განდამცავი საცხი გადავისვა სახეზე, ისე რომ სახეს აქვს აბსოლუტურად ბუნებრივი იერი. ესე იგი, ყველას გირჩევდით, ვინც ეძებთ კარგ მზის განდამცავ საცხს 30 SPF-ით, ლანკასტერის საცხს. ეს არის ახალი შეფუთვა, რომელიც მე დღეს მომივიდა. რადგან გაზაფხულისთვის უკვე ვიმარაგებ მე 30 SPF-ის საცხებს, ზამთარში კი ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია 15-იანი და უკვე გაზაფხულის ბოლოს გადავდივარ 50 SPF-ზე. აგრეთვე არ შემიძლია არ ავღნიშნო და არ გავამახვილო ყურადღება პროვინის მზის განდამცავ საცხზე, რომელიც არის ჩემი აღმოჩენა, რომელიც კანზე ჯდება აბსოლუტურად ნატურალურად, არ მიჯდება ფორებში და ჩემი აღმოჩენა აი ეს ფირმა ზოგადად პროვინი და მისი მზის განდამცავი საცხი. ბიუჯეტიური საცხებიდან კი აუცილებლად ვურჩევდი გოგოებს, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, აი ამ საცხს, რომელიც DM-ში და Rossmann-ში არის ხელმისაწვდომი, სულ 4 ევროდ. ამ ფასში უკეთეს საცხს თქვენ ბიუჯეტიური ხაზით ვერ იყიდით, ვერსად ვერ წააწყდებით. არის განკუთვნილი პრობლემური სახისთვის, ვისაც აქვთ მზეზე ალერგია, აქვთ პრობლემური კანი, აკნე, გამონაყარი და ზოგადად თუ თქვენ გაქვთ ისეთი ალერგიული და მგრძნობიარე კანი. მოკლედ გოგოებო, გაამახვილეთ აი ამ საცხზე ყურადღება. Sun Ozone ქვია, 30 SPF-ით და კარგად იცავს. ესეც კანს მზის სხივებისგან რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი მინუს პუნქტი აქვს. ნუ ახლა ბევრს ვერ მოვითხოვთ ჩვენ 4 ევროიანი საცხისგან, თეთრ ლაქებს ტოვებს, ანუ კარგად დამუშავება ჭირდება კანს აი ამ საცხის წასმის შემდეგ. და კიდევ ერთი ჩემი საყვარელი მზის განდამცავი საცხი, რომელსაც მე ყოველთვის უბრუნდები, ეს არის კორეული ფირმის მიშას მზის განდამცავი საცხი, არ ვიცი როგორ გადმოცემს, ეხლა ჩემი კამერა მას აქვს 45 SPF-ი, მაგრამ ზამთარში მე მას არ ვიყენებ. გაზაფხულიდან უკვე დავიწყებ მე მის ხმარება. ბევრი დახასიათება არ ჭირდება ზოგადად კორეულ საცხებს, მზისგან დამცავ საცხებს, ისევე როგორც BB კრემებს. მე ძალიან ვაფასებ, ძალიან მომწონს და ეს არის ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლეს კრემი მიშასგან, რომელსაც მე აფთიაქში ვყიდულობ. არის ხელმისაწვდომი გერმანიაში გოგოებო, გამახვილეთ ყურადღება და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მზისგან დამცავი საცხი, ეს არის რიტუალსის საცხი. კარგად იცავს ესეც მზის სხივებისგან კანს, არ ჯდება ფორებში, ისევე როგორც ლანკასტელი, თითქმის სტრუქტურით ერთმანეთს ძალიან გავს. ორივე არაჩვეულებრივად ნაწილდება სახის კანზე და არ ტოვებს ისეთ თეთრ ლაქებს, როგორც ეს ჩვენი საცხი Sun Ozone-ისგან. მაგრამ ესენი რა თქმა უნდა შედარებით უფრო ძვირიანია, სამაგიეროდ ხარისხიანი და კარგი ხნის განმავლობაში მყოფნის მე ეს ერთი ტუბი. აგრეთვე მაქვს ზაფხულისთვის 50 SPF-იანი ულტრაზანის საცხი, რომელიც რა თქმა უნდა ჩემი მზის საცხების კოლექციაში შედის და ყოველთვის უბრუნდები მას. მოკლედ ეს 6 ჩემი უსაყვარლესი მზისგან დამცავი საცხები, რომლებსაც მე ყოველთვის უბრუნდები. ეს არის ლანკასტელი, 50 SPF-ით ულტრაზანი. ეს კი არის მიშა 45 SPF-ით ესენცი ქვია. ამ მზისგან დამცავ საცხს, რიტუალსი, პროვინი და ბიუჯეტიური 4 ევროიანი ჩვენი მზისგან დამცავი საცხი, რომელიც რა თქმა უნდა ხარისხით ისეთ იდეალური არ არის, როგორც ესენი დანარჩენი, მაგრამ თავის მომალეობას ძალიან კარგად ასრულებს. დერმატოლოგების თქმით, რაც უფრო ღიაა კანი, მით უფრო მაღალი SPF ფაქტორი ესაჭიროება მას. ღია სახის კანის მქონე ადამიანებმა ზაფხულში მინიმუმ 30 SPF-ის მქონე საცხები უნდა გამოიყენონ. მე პირადად ზაფხულში 50 SPF-ს ვიყენებ, ჩემი შვილი კი შემოიფარგლება 15 SPF-ით, რადგან მას შედარებით უფრო მუქი კანი აქვს და მისთვის 15-იანი დამცავი საცხის აბსოლუტურად საკმარისია, მაგრამ ყოველ 2 საათში ვანახლებთ ჩვენ კანს და ვიმატებთ თხელ საფარ მზისგან დამცავ საცხს.
როგორ ისმევა SPF-ის საცხი სახეზე. ესე იგი, დილით, როდესაც ჩვენ გავიღვიძეთ და სანამ სახლიდან გავალთ, ჩვეულებრივად ვიტარებთ დილის რიტუალს და ვისუფთავებთ სახის სკანს. დამატენიანებლის შემდეგ ვისმევთ უკვე მზისგან დამცავ საწყს და არა ცოტა რაოდენობით მიახლოებით 1 ჩაის კოპს ვანაწილებთ მთლიანად სახეზე და კარგად ვიზელთ მას სახის სკანში. ვაჩერებთ მათ მიახლოებით 5-6 წუთის მანძილზე, როდესაც კანი კარგად შეისრულდავს. აი ამ საწყს შემდეგ უკვე ვისმევთ თხელი ფენით BB კრემს, CC კრემს თუ ოდნავ ტონალურ კრემს. დაელოდეთ 2 წუთი და შემდეგ უკვე წაისვით ჩვეულებრივ BB კრემი, CC კრემი ან თხელი ფენით თქვენი საყვარელი ტონალური კრემი. ეხლა კი წავისმევ ჩემს საყვარელ ბურჟუას CC კრემს. არაჩვეულებრივად დაჯდა BB კრემი ამ ლანკასტერის მზისგან დამცავი საცხის ფონზე. რა თქმა უნდა, ოდნავ გლოვი აქვს, ეს გამოწვეულია მზისგან დამცავი საცხისგან, ამიტომ ამ გლოვს, ამ ოდნავ სიპრიალეს მინერალური პუდრის საშუალებით მე ოდნავ გავაქრობ ამ ტეზონაზე. მოკლედ შემოკარგებო, სულ ეს იყო, რისი თქმაც მე დღეს თქვენთვის მსურდა და არ დაგავიწყდეთ. ყოველთვის სახლიდან გასვლის წინ წაისვით მზისგან დამცავი საცხი. ზამთარში 15 SPF-ით, გაზაფხულზე 30 და ზაფხულში უკვე 50 SPF-ის დამცავი საცხები. და შეგიძლიათ რა თქმა უნდა 15-20 წუთის განმავლობაში 12 საათამდე მზეს შეფიცხოთ, მაგრამ არ გადააჭარბოთ. მაქსიმუმ 20-25 წუთი, რომ კანი არ დაგეწე. ახლა კი გემშვიდობებით, თუ ჩათვალეთ, რომ ოდნავ მაინც იყო ინფორმატიული დღევანდელი ჩემი ვიდეო, არ დაგავიწყდეთ ლაიქების დასმა. გემშვიდობებით ყველას და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.